ბატონო, როდესაც საუბრობთ ხელისუფლება მუდმივად, რომ აი ეს ოპოზიციური პარტიები იმართებიან გარედან მუდმივად, ხო ამაზე არის საუბარი, რომ ქვეყანაში რამდენადაც მოახდინონ გადატრიალება ეს თუ დამხობა თუ არ ვიცი რაც არის, როგორ არის დღეს, რომ რაღაც რამდენიმე ოპოზიციური პარტია აცხადებს ამას დამხობას, ლელო და გახარია იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ანუ სხვადასხვა ორგანიზაციებიდან იმართებიან თუ როგორ არის მაშინ? არა, რატო გააერთიანა აგერ ევროპარლამენტის შეკრება ჩატარდა და რეზოლუციაში ერთი მიმართულებაც მოიწონეს და მეორეც. საერთოდ, როდესაც საკითხზე მსჯელობ, მოდელირება უნდა გააკეთო იმრიგად, რომ შენი თავი დააყენო დაინტერესებული მხარის ადგილას და შევხედოთ რა, ნებისმიერ შემთხვევაში წარმოვიდგინოთ, რომ არა ვართ ქართველები და არ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში რაღაც გარკვეული ინტელექტუალური ბაგაჟი გაგვაჩნია. და შეხედეთ სიტუაციას. ადამიანთა ჯგუფი, პოლიტიკოსები გაიგეს რა, რომ აი ამ გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს შეუძლია გარკვეული როლი შეასრულოს, მით უმეტეს ასე დიდია დაინტერესება შუადერეფნის, ახალს არაფერს ვამბობ, შუადერეფნის დაინტერესება ესოდენ დიდია. თავის თავს თავაზობენ როგორც მარიონეტი ხელისუფლება, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში შეასრულებს იმ მითითებას, რომელსაც მიიღებს. რომელი აი პრაგმატული წარმოედგინეთ სოფლიოში რომელიმე ქვეყანა, რომელიც დარდობს იმაზე, რომ აი გეავოლსკის ან ხუდმეაშვილის ხვალინდელი დღე როგორი ექნება, ან მათი ოჯახები როგორი იქნება, ან ოპოზიციის მხარდამჭერი ოჯახები, ან უმრავლესობის და საერთოდ ვის აინტერესებს. განაც ცუდად ვახასიათებ ადამიანებს და კონკრეტულ პირებს, რა ესეთი ბნელი აზრები აქვთ. უბრალოდ ესეთია. სოფლიო კონიუნქტურა ესეთია და ისტორიაც გასწავლი გვაქვს, ხო, საქართველოს ისტორია მეორდება. ზოგიერთი აი ამ დამყრობს და აგრესორს ხარც უჭერდა ერთად იბრძოდნენ არმიაში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. და უამრავი ისტორია გვაქვს ეგეთი. აი ზუსტად აი დღეს მეორდება ეს ბნელი მხარე ჩვენი ისტორიისა, რაც ნასწავლიც გვაქვს და დასკვნები გაკეთებული არა გვაქვს.